Mana mana. Mana mana. Mana mana. ბევრი მამაკაცი გურმანია და უყვარს თავისი ხელით სადილის მომზადება. ამა თუ იმ კერძის, ჭირდება რა თქმა უნდა მწვანილი. განსაკუთრებით ქართველებს ჩვენ გვიყვარს ხახვი, ნიორი, კინზი, კამა, რა ვიცი. ვისაც აქვს ეზო და შესაძლებელია რომ თავისივე ხელით დათესოს ეს მწვანილები, იმიტომ რომ თავისივე მომზადებულ კერძს თავისივე ხელით მოყვანილ მწვანულს თუ სანერებელს გაუკეთებს. არსებობენ მცენარეები, რომლებიც თუ გვერდ-გვერდ დაითესება, ერთმანეთს ხელს შეუწყობენ. თუმცა არსებობს ისეთი მცენარეებიც, რომლებიც ერთმანეთის გვერდით რომ მოხვდნენ, უბრალოდ ერთმანეთს ხელს შეუშლიან და არ შეიძლება, ამიტომ ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რომელი მცენარე შეიძლება ერთმანეთის გვერდზე დაითესოს. კარტოფილის გვერდით სასურველია დაითესოს პარკოსანი კულტურები. ასევე ისპანახი, კომბოსტო, სიმინდი, ბოლოკი, ხონდარი, პირშუშხა. პირშუშხა კარტოფილს ტკიპის განიცავს. იმის გამო, რომ პარკოსნების ფესვებთან აზოტის შემგროვებელი ბაქტერიები ბინადრობენ, ისინი სხვა კულტურების ზრდას უწევენ სტიმულირებას. ასევე პარკოსნები კოლორადოს ხოჭოს განიცავენ მეზობლებს. კომბოსტოსთან ერთად შეგვიძლია ნიახური, კამა, სალათი, ისპანახი, პიტნა, როზმარი, პრასი, ჭარხალი და კიტრი დავთესოთ. ნიახური და სალათი იცავს მიწის რწყილისგან, კამა აფრთხობს ჩრჩილს და მატლებს, პიტნა და როზმარი კვერცხის მდებელი პეპლებისგან, ხოლო პრასი კომბოსტოს მატლისგან იცავს. კიტრს თანაცხოვრება პარკოსნებთან, ნიახურთან, ბოლოკთან, თალგამთან, წვანილებთან და კომბოსტოსთან ერთად შეუძლია. თალგამი მას მწერებისგან იცავს, ამუჯობესებს ნიადაგს და ბოსტნეულის გემოსაც. ყველაზე მეტად კი კიტრი პომიდრის გვერდით ყოფნას ვერ ეგუება. თვითონ პომიდორი კი ბევრი სხვა ბოსტნეულის კარგი მეზობელია, რადგან ის ამუჯობესებს ნაყოფის ხარისხს, აგრძელებს შენახვის ვადასა და აფრთხობს მავნებლებს. სტაფილოს გვერდით შეიძლება დავთესოთ ბარდა, ხახვი, პომიდორი, ნიორი, ისპანახი, ბოლოკი, სალათი, ჭარხალი, არომატული ბალახი. ისინი აფრთხობენ სტაფილოს ბუზს. არ არის სასურველი იქვე დავთესოთ კამა. არასასურველია კარტოფილი დავთესოთ მზესუმზირის, ჭარხლის ან პომიდორის გვერდით. ყრით სასურველი მცენარის მარცვლებს ვასწორებთ მიწას და დათესვის შემდეგ აუცილებელია მალევე მოვწყოთ. მაღალი მცენარის გვერდით შეიძლება დავთესოთ ისეთი მცენარე, რომელსაც უყვარს მაგალითად ჩრდილი, ის არანაირად ხელს არ შეუშლის, პირიქით ხელს შეუწყობს. ძალიან სასარგებლოა, როცა მცენარეები გვერდ-გვერდ არის დათესილი, იმიტომ რომ ისინი გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს მათ ზრდაში. ასევე სასარგებლოა ხახვი და ნიორი, იმიტომ რომ ისინი იგერიებენ მწერებს, მათ რაღაცას მაინც თავისებური სპეციფიური სუნი აქვს, ამიტომ მწერებს ეშინიათ, შეიძლება ითქვას. კიდევ სასარგებლოა ოხრახუში თუ დავთესავთ სხვადასხვა მცენარეების გვერდით, იმიტომ რომ ოხრახუში ხელს უწყობს მცენარებს ზრდაში. ყველას გვიყვარს კიტრის და პამირის სალათა, ერთად ძალიან გემრიელია, მაგრამ ერთად დათესვა მათი არ შეიძლება, ისინი ხელს ერთმანეთს ვერ შეუწყობენ. მაგალითად ბადრიჯნის დათესვა საერთოდ ცალკე უნდა დავთესოთ, ახლომახლოსაც არ უნდა იყოს სხვა მცენარე, ან სხვა რამე ბოსტნეული. შრომა ადამიანს ალამაზებს, მეგობრებო. იმუშავეთ. დარირა, დარირი, დარირარირო, დარირო.